მოკლედ შედარების ოპერატორები გვაქვს ამ ქვეთავში x უდრის 10, y უდრის 10. ესე იგი აქ სვლადები გვაქვს შექმნილი. შემდეგ დავბეჭდეთ აი ეს ტექსტი, რაც ბრჭყალებშია ჩასმული და გვერდით პლუსი ნიშნავს, რომ მიეწეროს აი ამ ტექსტს x-ის მნიშვნელობა. x-ი როგორც ხედავთ არის ინტეჯერი და str, ანუ string-ი ჭირდება წინ, რომ ჯერ ეს ინტეჯერი გადავიდეს string-ში. იგივე აქვევითაც აი ეს ტექსტი დაიწერა და შემდეგ გვერდით მიეწერება y-ში არსებული მნიშვნელობა, y სლადში, ანუ ამის მნიშვნელობა, ანუ ხუთიანი მიეწერება გვერდით. ამას მონიშნავ, დავაკომენტარებ, გავუშვათ და აი აქ დაიბეჭდა x is 10 და y არის 5, ხო? ახლა მოვშალოთ ამის კომენტარი და ვნახოთ. ესე იგი პრინტი ნიშნავს, რომ აი ეს ტექსტი დაიბეჭდება, ესე იგი x-ი ტოლი არის y-ის, ანუ ეს ტექსტი დაიბეჭდება აქ, ხოლო შემდეგ ორი ტოლობა არის შედარების ოპერატორი, ესე იგი x-ში არსებული მნიშვნელობა შედარება y-ში არსებულ მნიშვნელობას, ანუ შედარება ხდება, ხო? ანუ 10 ტოლი არის 5-ის, თუ 10 ტოლი იქნებოდა 5-ის, მაშინ აქ გამოიტანდა true-ს, თუ 10 არ არის ტოლი 5-ის, მაშინ აქ გამოიტანდა false და როგორც ხედავთ false-ი გამოიტანა, იმიტომ რომ 10 5-ის ტოლი არ არის. აი აქ მაგალითად 10 რომ დავწეროთ, მაშინ გამოიტანდა true-ს. აი true. აი დავაბრუნოთ ისევ 5-ზე, მოვშალოთ ახლა ამის კომენტარი და ახლა ვაგრძელებთ. ესე იგი ეს ტექსტი დაიბეჭდა უკვე ვიცით, ბრჭყალებში რაცა ჩასმული და აქ ახალი არის სახელის ნიშანი და ტოლობა, ეს ნიშნავს არ უდრის. ესე იგი x-ი არ უდრის y-ს. ესე იგი თუ x-ი არ უდრის y-ს, მაგ შემთხვევაში აქ გამოვა true, თუ x-ი უდრის y, მაშინ ამ შემთხვევაში აქ გამოვა false. აი გავუშვათ, როგორც ხედავთ x-ი 10-ის ტოლია, y 5-ის ტოლია და x-ი არ უდრის y-ს, კი ბატონო 10 არ უდრის 5-ს და აქ გამოვიდა true. თუ ესენი ტოლი იქნებოდა, მაშინ აქ გამოვიდოდა false. გადავედით შემდეგზე, ამასაც მოვშალეთ, ესე იგი x-ი ნაკლებია y-ზე, ანუ ეს ტექსტი გამოვა აქ და შემდეგ ეს არის ნაკლებობის ნიშანი, ანუ x-ი ნაკლებია y-ზე. თუ x-ში არსებული მნიშვნელობა ნაკლები იქნება y-ზე, მაშინ დაიბეჭდება true, თუ x-ში არსებული მნიშვნელობა არ იქნება ნაკლები y-ზე, მაშინ დაიბეჭდება false, ანუ ერთი და იგივეც რომ იყოს, მაგ შემთხვევაშიც false დაიბეჭდება, აი იმიტომ რომ ნაკლები არ არის, ანუ 10-10-ზე ნაკლები არ არის, 10 ნაკლებია ტოლია რომ დავწეროთ, მაგ შემთხვევაში true გამოვიდოდა. კაი, დავუბრუნდეთ ისევ როგორც იყო, აქ 10 იქ 5. შემდეგ ეს კომენტარი მოვშალეთ, დაიბეჭდა ეს ტექსტი, რაც ბრჭყალებშია ჩასმული და x-ი მეტია y-ზე. კი ბატონო, x-ში არსებული მნიშვნელობა 10-ია, y-ში არსებული მნიშვნელობა 5-ია და 10 მეტია 5-ზე და true დაგვიბეჭდა. ახლა აქ გადმოვედით, ეს მნიშვნელობა არის ნაკლებია ტოლია, ესე იგი x-ი ნაკლებია ტოლია y-ზე. x-ი 10 ნაკლები არ არის, არც ტოლი არ არის, არც ნაკლებია და არც ტოლი არ არის y-ზე, ანუ 5-ზე. და მაგ შემთხვევაში აქ დაიბეჭდება false და მეორე შემთხვევაში x-ი მეტია ან ტოლი y-ზე, ანუ 10 მეტია ან ტოლი 5-ზე, კი ბატონო 10 მეტია 5-ზე და დაიბეჭდება true. აქ თუ იქნებოდა 10, მაგ შემთხვევაში დაიბეჭდებოდა ისევ true, იმიტომ რომ 10 მეტია ან ტოლი, ესე იგი ტოლი არის და ამ შემთხვევაში ეს პირობაც ჭეშმარიტი არის. გადავიდით შემდეგზე.